თუ შენ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურებ, გარანტიას გაძლევ, რომ შენ გაიგებ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზს, რის გამოც ვერ იკლებ წონაში, ან თუ იკლებ, ვერ ინარჩუნებ მიღებულ შედეგს. იმის მიუხედავად, რომ წონის კლების უამრავი მეთოდი არსებობს და ინტერნეტი გადაჭედილია მსგავსი ინფორმაციით, უმრავლესობა მაინც ვერ იკლებს. ან თუ იკლებს, ისევ იმატებს. ამის მიზეზი არის ის, რომ უმეტესობა წონის კლებას უყურებს მოკლევადიან პერსპექტივაში და იმაზე არც კი ფიქრობენ, რომ თუ არ იმუშავებენ დისციპლინაზე, დროს ტყუილად დახარჯავენ. მათ არ აქვთ სისტემა, რისი დახმარებითაც მიღწეულ შედეგს შეინარჩუნებენ. მანამ სანამ მოტივაცია გეყოფა, ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველას შეუძლია მუყაითი შრომა, მაშინ როცა ამისთვის სათანადო მოტივაცია აქვთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოგაკლდება მოტივაცია, ან სასწორზე შედეგს ვერ დაინახავ, მაშინვე შეწყვეტ მუშაობას. წონის კლების და მისი შენარჩუნებისთვის უნდა გაითვალისწინო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუ წონის კლების პროცესი სიამოვნებას არ განიჭებს და მუდმივად ხარ მშიერი, უენერგიო და აგრესიული სხვების მიმართ, ვერასდროს მიაღწევ დასახულ მიზანს. მანამ სანამ არ განივითარებ ნებისყოფას, რაც არის მენტალური კუნთი, მანამდე შედეგს ვერ შეინარჩუნებ. დაწერე კომენტარებში სია და საჩუქრად გამოგიგზავნი ჯანსაღი რეცეპტების სიას.